დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების ხატწერის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის ხატწერის მიმართულების შესახებ. სტუდიის სტუმრები კი გახლავთ გეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ბატონი მურატ ყემალაძე და კურსდამთავრებული დავით რუხაძე. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ბატონი მურატ, თავდაპირველად რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დავიწყოთ საუბარი სპეციფიკაზე. თუ რით ხასიათდება ეს მიმართულება და რით გამოირჩევა? დავიწყებ ბოლო თქვენი სიტყვით, რომ მათ ნამდვილად როგორც პროფესია, ნამდვილად გამორჩეულია, განსაკუთრებულია, ძალიან ინდივიდუალურია და შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურიც კი. ეს განპირობებულია რამდენიმე მომენტით. კონკრეტულად უნდა აღვნიშნოთ მთავარი რომ პროფესიის სამოქმედო არეალი და თემატიკა როგორღაც განსაზღვრულია, შემოფარგლულია. მოდი ვთქვათ ზოგადი განმარტება, რომ ხატწერა ეს ღვთისმეტყველებაა ფერებით. ხედავთ, ეს არის აზრი ბასილი დიდის სიტყვიდან და მას პერიფრაზე არ სჭირდება, მაგრამ მოდი სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის რაც მოცემულია წმინდა წერილში, გვაქვს მოცემული, ის ხატწერის საშუალებით გადმოიცემა სახიერად, სიტყვიერად და სახიერად, რა. ამდენად უყურეთ, თემა თითქოს შემოიფარგლა ხატწერის სამოქმედო არეალი. ეს არის სწორედ ერთ-ერთი მისი განსაკუთრებულობის ნიშანი. და მეორე ვფიქრობ, რომ მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ერთი-ორი სიტყვით შევეხები ამასაც თქვენის ნებართვით და აქაც უნდა მოვიშველიოთ თუ როგორ უყურებდნენ ამ თემას დიდი საეკლესიო მოღვაწეები. იგივე ბასილი დიდი ხატმწერს იხსენებდა როგორც მოსაგრეობის ფერებში აღწერელს, მარტვილის მოსაგრეობის ფერებში აღწერელს და ერთ-ერთი მოწამისადმი მიმართვის დროს ტექსტში ის ამბობს ესეთ რამეს, რომ ეს ჩემი ხატწერებს მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს ჩემი სიტყვები ეხლა თქვენ განავრცეთ, განასრულეთ და სრულყოფილი ქენითო. მე არ მინდა ეს ღვაწლი ჩემი სიტყვებით დავამცროვო. ხედავთ, ესე იგი აზრი რომ თავის სიტყვებზე უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა აი ამ ღვაწლის ფერებში აღწერას. ზუსტად იგივე აზრს ავითარებს ასევე ცნობილი ძალიან დიდი საეკლესიო მოღვაწე გრიგოლი ნოსელი. ის პირდაპირ განმარტებით სახელმძღვანელოს ადარებს სწორედ ამ ღვაწლის ფერებში აღწერას. ამდენად მნიშვნელობა, რომელსაც ესეთი დიდი საეკლესიო მამები ანიჭებდნენ აი ამ თემას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია და ამითაც ეს განსაკუთრებულია. და მესამე მომენტი, რა თქმა უნდა, თვითონ შედეგი, ხატწერის ნიმუში. მისი ფუნქციური დატვირთვა სრულიად განსხვავებულია და უბრალოდ ვერ აგვერევა ვერაფერში, ასე არ არის? წარმოვიდგენთ ტაძარს, სადაც არ არის ხატწერის ნიმუში დაზგური, ან მონუმენტური, ან ფრესკული, ან დაზგური ნიმუში, სრულიად წარმოუდგენელია, ხომ ასე არის, არა? და თვითონ ხატი ტექსტია თავისთავად, რომელიც უნდა წაიკითხო. თეოდორე სტუდიელი პირდაპირ მიუთითებს, რომ ის რაც მოცემული გვაქვს სიტყვით ქაყალდზე, ის ფერებით გადმოიცემა, ფერებით და სხვა საშუალებებით გადმოიცემა. ეს უნდა წაიკითხო, მაგრამ ტაძარში მიბრძანებული ადამიანი, სუბიექტი კონკრეტულად მორწმუნე ადამიანი თვითონ როგორ წაიკითხავს, ეს მისი სუბიექტური შესაძლებლობებით განისაზღვრება, რა თქმა უნდა, ხო? აი ეს არის დაახლოებით, რაც შეიძლება ვთქვათ, ეხლა ჩვენ საუბარს მაინც საინფორმაციო დანიშნულება აქვს და ფუნდამენტურად ვერ განვჭით ამ თემას, მაგრამ ნამდვილად პროფესია გამორჩეული და უნიკალურია თავისი აი ამ ნიშნებით. ეხლა ხო, არ შეიძლება კიდევ ხაზი არ გაუსვა ერთ მომენტს თვითონ ხატწერის ისტორიას. იცით რომ ეს ისტორია 2000 წლოვანი ისტორია პირველი საუკუნიდან დღემდე არ იყო, რა თქმა უნდა, ერთგვაროვანი, არა? იყო იატაკქვეშეთიც, იყო ბრძოლებიც, იყო აი ამ გამარჯვების დღესასწაულიც თავისთავად ცხადია, ყველაფერი ამით ეს განვლილი 20 საუკუნე თავისთავად მას განსაკუთრებულს ხდის ამ პროფეციას და ესეთნაირად წარმოაჩენს მას. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ
ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს პროფესია შეიძინოს, არა, ის თავისთავად ცხადია, რომ გათვითცნობიერებულად, რა თქმა უნდა, აქ შემთხვევითი ადამიანისათვის შეიძლება რა გითხრათ, უცბად რაღაც გაიგოს და რაღაცნაირად მოუნდეს, მაგრამ ადამიანმა საწყისად უნდა იცოდეს, ის უნდა იყოს თავისთავად ცხადია კონკრეტულად ჩახედული რაღაც ნიუანსებში, რომ ეს პროფესია აირჩიოს და ამ გზას დაადგეს. ჩვენი პროგრამა, ეხლა პროგრამაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვასაც თქვენის ნებართვით, ჩვენი პროგრამა შეიქმნა თვითონ ფაკულტეტზე ესეთი პროგრამა იყო 2005 წელს და ფაკულტეტი დაფუძნდა უწმინდესისა და უნეტარესის ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და მისი უშუალო მონაწილეობით. შემდეგ დაემატა მას რესტავრაციის მიმართულება, შემდეგ დაემატა საეკლესიო არქიხუროთმოძღვრების მიმართულება და დღეს ფაკულტეტზე სწორედ ეს სამი მიმართულება მოქმედებს. პროგრამა, როგორც ხატწერის, ისე რესტავრაციის უკვე დაბალანსებულია. ესე იგი, აქ ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი საგნების დისციპლინების შესახებ. ძირითადი ხაზი, რა თქმა უნდა, აქ სპეციალობას უჭირავს. ეს არის ხატვა ხატწერის მიმართულება, იქით რესტავრაციის და მასთან დაკავშირებული დისციპლინები. ეს არის შესავალი ხატწერაში, ხატწერის საფუძვლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უნდა აღვნიშნოთ, რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო თეოლოგიური საგანთა ჯგუფი თავისთავად ცხადია არ უნდა დაგვაუწყდეს ენები თავისთავად, იმიტომ რომ ინგლისურთან ერთად ჩვენ სტუდენტებს არჩევით შეუძლიათ ისწავლონ სხვა ენებიც, მათ შორის ბერძნული, რა თქმა უნდა, გამომდინარე მისი მნიშვნელობიდან. ასევე აღვნიშნავდი ქიმია-ტექნოლოგიური მიმართულების საგანთა ჯგუფს. ეს საგნები 4-ია სულ ასეთი საგანი 16 კრედიტის მოცულობით. ძირითადად ვიყენებთ სწავლების ყველანაირ ფორმას, რაც კი არსებობს, ну ძირითადად ლექციური, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ და პროგრამაშია გაწერილი თავისთავად ცხადია პრაქტიკული მეცადინეობა. ეს ისეთი საგნებია, რომ აქ პრაქტიკული მეცადინეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პრაქტიკული მეცადინეობა, პრაქტიკული დატვირთვა ორი სახითაა ძირითადად. ეს ერთია სტუდენტების ნამუშევრებსაც ვხედავთ კადრში, ჩვენი მაყურებელი. დიახ. დიახ. ეს არის ერთი ლაბორატორიული, რომელიც ჩვენ ლაბორატორიებში სრულდება უშუალოდ და ეს უშუალოდ მოსდევს თეორიულ სალექციო კურსს, თემას, რომ თემა თეორიული, პრაქტიკული, ლაბორატორიული, მაგრამ გვაქვს ასევე საველე, შეიძლება ასე დავარქვათ, როდესაც ჩვენი სტუდენტები პროფესორ მასალბელთან ერთად ეკლესია მონასტრებზე მონაწილეობთ. ეს ძირითადად ეხება რესტავრაციასაც, ეხება ხატწერასაც, ეხება საეკლესიო ხუროთმოძღვრებასაც თავისთავად ცხადია და უშუალოდ ადგილზე ეცნობა სტუდენტი იმას თუ რა, როგორ არის შესრულებული, როგორ არის გაკეთებული. ხაზი მინდა ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავისთავად პრაქტიკულ ნაწილს, თეორიული ცოდნა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს შესაბამისად პრაქტიკაში. ეს ისეთი დისციპლინებია, რომ აქ აუცილებელია, რომ პრაქტიკულ მეცადინეობას ძალიან დიდი ადგილი ეჭიროს და ეს ასეც არის. თქვენის ნებართვით კიდე ერთ ნიუანსზე შევჩერდებით, თუ შეიძლება, თუ გვაქვს ამის საშუალება და კიდევ უფრო გამოჩნდება ეს პრაქტიკა რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა. პროფესია, როგორც ასეთი, უკვე რასაც ვსაუბრობდი, საკმაოდ არც ერთი პროფესია არ არის მარტივად შესასწავლი, ასე არ არის განა, მაგრამ აქ არის ჩვეულებრივად გარკვეული რაღაც სირთულეები თავისთავად ცხადია და ეს უკავშირდება თვითონ სტრუქტურას, თვითონ ამ პროფესიისას. ეხლა ჩვენ კი ვამბობთ, რამდენიმეჯერ გავიმეორეთ, რომ ეს აღწერა, ხატი, წმინდა სახე გასაგებია, მაგრამ ეს აღწერა ხომ თავისთავად ვერ იქნება რეალისტური, ვერ იქნება მიწიერი, ვერ იქნება ნატურალისტური, ასე არ არის, არა? ჩვენ გამოვსახავთ წმინდა სახეს, რომელშიც შენივთებულია როგორც ფიზიკური, ისე სულიერი, როგორც მიწიერი, ისე ზეციური, როგორც ხილული, ისე უხილავი. ცხადია, რომ ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ წესთან, კანონთან,
ძალიან ბევრ სიმბოლოსთან თავისთავად ცხადია და სწორედ აი ამ საკითხების შესწავლა, აი ამ უნარების ჩამოყალიბებას თავისთავად ცხადია, აგერ ბატონი დავითის დამერწმუნება, რომ მას სჭირდება ძალიან ბევრი დრო და დიდი პრაქტიკული მუშაობა. შეიძლება ეს მარტივი არ იყოს, მაგრამ ყველა აღნიშნავს ხოლმე სტუდენტიც და ლექტორი, ვინც კი მოდის ჩვენთან, იმას, რომ აკადემიაში ერთსულოვნებას უფევს და შესაბამისად ლექტორებიც მაქსიმალურად არიან ჩართულები იმაში, რომ სტუდენტებს შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტი, ასე ვთქვათ, როგორც ცოდნის კუთხით, ასევე სულიერ თვალსაზრისით, რომ ეს ყველაფერი უფრო მარტივად გასაგები საქმელი იყოს და შესაბამისად შედეგი დაიდოს. დავით, რაც შეეხება თავად ამ გამოცდილებას მიღებულ ცოდნას სასწავლებელში და თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ალბათ უნდა კითხოთ თუ როგორ გადაწყვიტეთ, რომ ჩაგებარებინათ ამ მიმართულებით და შეგეძინათ პროფესია. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისათვის. მშვიდობიან დილას გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენს. რაც შეეხება თქვენ კითხვას, მე ხაწერი დავინტერესდი სკოლის ასაკიდანვე დავდიოდი ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიასთან არსებულ სახელოსნოში, ხაწერის სახელოსნოში, სადაც პედაგოგი იყო ჩემი ზურავ ხაზავა. შემდგომ, რადგან მინდოდა რომ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ უმაღლესი განათლება მიმეღო, ამიტომ ჩავაბარე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და აქ ეს უმაღლესი განათლება გამოიხატება იმაში, რომ შევისწავლე არა მარტო პრაქტიკული საგნები, არამედ თეორიული საგნებიც. თეორიული საგნები არის ძველი და ახალი აღთქმა, იკონოგრაფია, ხაწერის ტექნიკა, ტექნოლოგია, კატეხიზმო და სხვა. თეორიული საგნებიდან შევისწავლეთ როგორც ფერწერა, ასევე გრაფიკა, მონუმენტური მხატვრობა და ენკაუსტიკაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. სადიპლომო ნამუშევარზეც რომ გითხრათ, რაც შეეხება სადიპლომო ნამუშევარს, ჩვენი სადიპლომო ნამუშევარი იყო ხუთსენიანი ვედრების კომპოზიცია. ვედრებას უდიდესი როლი უჭირავს ქრისტიანულ სარწმუნოებაში და ჩემი მიერ შესრულებული იყო მაცხოვარი პანტოკრატორის ტიპის მაცხოვრის გამოსახულება, ასევე ჩემმა კურსელებმა შეასრულეს თეკლა გელაშვილმა შეასრულა ღვთისმშობლის გამოსახულება, გოგი შეყილაძემ შეასრულა იოან ნათლისმცემლის გამოსახულება, ხოლო მთავარანგელოზების მიქაელის და გაბრიელის გამოსახულება შეასრულეს ანა ლიქოკელმა და რუსუდან ახობაძე. დავით, როგორია სადიპლომო ნაშრომზე მუშაობა, სპეციფიკა, რამდენად შრომატევადი, ბუნებრივია შრომატევადი იქნება და არის. და ასევე ახსენეთ თანატოლები, რომლებმაც წარმატებით დაიცვეს ნამუშევრები. თუ უზიარებთ ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას მუშაობის პროცესში? დიახ, ეს თავისთავადი არის. მუშაობის პროცესი მიმდინარეობს ერთ სახელოსნოში, ძალიან თბილ გარემოში, ასე რომ ვთქვათ, რადგანაც პედაგოგებთან, ხელმძღვანელთან, ჩვენი ხელმძღვანელი არის ლაშავანიძე, რომელიც ჩართული იყო ჩვენს თითოეულ მონასმში, ასე რომ ვთქვათ, რადგანაც ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება შეგვეჯამებინა, რომელიც 4 წლის მანძილზე მივიღეთ ეს ცოდნა, შეგვეჯამებინა და წარმოგვედგინა სადიპლომო ნამუშევარი. მინდა აღვნიშნო ასევე ისიც, რომ ჩვენმა ხელმძღვანელმა ლაშავანიძემ წაგვიყვანა ჩვენ ტაძრის მოსახატად მაჩხანში ვიყავით, ქვემო მაჩხანის წმინდა სამების სახელობის დედათა მონასტერში ვიყავით და ასევე ვიყავით ანაგაში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, შევიძინეთ ძალიან დიდი პრაქტიკა და მადლობელი ვარ ამ და სხვა მრავალი ტკბილი გამოცდილებისათვის, ასე რომ. ბატონ მურატი, საინტერესო რა მოეთხოვება აბიტურიენტს, რა უნარებს უნდა ფლობდეს, რომ შეძლოს წარმატებით დაასრულოს, პირველ რიგში ჩააბაროს ამ მიმართულებით ამ ფაკულტეტზე და შემდეგ წარმატებით დაიცვას საკუთარი სადიპლომო ნამუშევარი. ხო, ეხლა მე უშუალოდ საბუთებზე რა ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა ვთქვა ესეთი რამ, რომ პროფესიის შეძენისათვის ცხადია მარტო სურვილი არ კმარა და ჩვენ თუ რამეს მოუწოდებთ აბიტურიენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან გადაწყვეტ ჩაბარებას და პროფესიის დაუფლებას, გვჭირდება კარგი მყარი საბაზისო სასკოლო განათლება და შესაბამისი უნარები, რა თქმა უნდა. უყურეთ, რას ვგულისხმობ ახლა აქ, როდესაც მყარი ბაზა არ არის სკოლიდან, ჩვენ გვიჭირს შემდეგ მასზე დავაშენოთ რაღაც და მან მიიღოს სრულფასოვანი პროფესია რა. ჩვენი ძირითადად მე წეხან ვახსენე ქიმია ტექნოლოგიური მიმართულება და
აქ შერწყმულია ერთმანეთთან. განაწარმოვიდგენთ იმას, რომ ჩვენი ტაძრები, ეკლესია, მონასტრები აშენებულია გარკვეული მასალებით, შესრულებულია სამხატვრო სამუშაოები და აი ამ მასალების ფიზიკური, ქიმიური თვისებები, მათი გამძლეობა, მდგრადობა, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ამ ტაძრებმა ჩვენამდე მოაღწიეს, მოვიდნენ, დღესაც აღიქმებიან და თუ კი რამით შეიძლება თავი მოვიწონოთ, ერთ-ერთი სწორედ ესაა. ამიტომ ყოველივე ამ დიდ მემკვიდრეობას შესწავლა ჭირდება, მოვლა ჭირდება და ტრადიციას გაგრძელება ჭირდება. აი ეს სპეციალისტები ამას ემსახურებიან. ამიტომ აქ ერთგვაროვანია, აქ არ არის მარტო ჰუმანიტარული დისციპლინების შესასწავლი და მისი ცოდნა არ გჭირდება. გჭირდება ტექნოლოგიურიც. აი ვახსენე ქიმია, ვახსენე ტექნოლოგია. რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩვენ ამ სწავლების დროს აგერ ბატონი დავითის დამეთანხმება ვიყენებთ ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას დიდ ნაწილში. როდესაც ტექნოლოგიაში ნებისმიერი სხვა ასე ვთქვათ უცხო თუ ახალ თუ ტრადიციულ ტექნოლოგიაზე ვსაუბრობთ, ცოცხალი მაგალითები მოგვყავს ჩვენივე ტაძრებიდან, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით. თუ რა მასალა ფუნქციონირებაზეც უნდა ლაბორატორიის ფუნქციონირებაზეც უნდა კითხოთ თავისთავად ბატონო მურად, როგორ გვაქვს ლაბორატორია, დიახ, რამდენიმე ლაბორატორია ფუნქციონირებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს პრაქტიკული სამუშაოები მეც ახლა აღნიშნე ძირითადად ლაბორატორიებში ხდება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლაბორატორიას, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ქვეყანაში საკმაოდ სრული კოლექცია იმფერადი მინერალებისა და ქანებისა, რომელიც საქართველოში მოიპოვება და რომელიც რაღაც სახით შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენ ეკლესია მონასტრების მხატვრობაში ან საამშენებლო მასალად გამოყენებული. ეს ვიცით რა ტრადიციული მეთოდები და საშუალებები ჩვენ ცოცხლად თვითონ სტუდენტი ამას სწავლობს, ცოცხლად მზადდება ეს მასალები, თვითონ საღებავის სისტემა და შემდეგ ხდება უშუალოდ ესე იგი შესრულების პროცესი. ამდენად ეს ცოცხალი პროცესია, როდესაც ტაძარს ვახასიათებთ დაუშვათ. ხო თემაა ესეთი, მაგალითად ახალი შუამთის მონასტერი. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად რა დაფიქსირდა აზურიტია, როგორ მოხდა მისი გარდაქმნა, რა პროცესები განვითარდა, ანუ მასალა, რომელიც გამოყენებულია მე-16 საუკუნეში, რა სახით მოვიდა ჩვენამდე. ეს ჩვენ გვაძლევს ინფორმაციას, რომ როგორ უნდა გამოვიყენოთ ამის შემდეგ, რას უნდა ვენდოთ, როგორი იქნება უფრო მდგრადი და გამძლე. როგორ იქნება მდგრადი და როგორ იქნება მე უკვე შემდგომ რეაქციაში, სხვა მასალების შეერთებით, ასე ვთქვათ. მურად ჩვენ შეხვედრის ბოლოს ვთქვათ ის თუ რა უპირატესობით შეიძლება გამოვარჩიოთ ვთქვათ და სასწავლებელი ეს მიმართულება კონკრეტულად და კურსდამთავრებულებისთვის შემდგომ როგორ გრძელდება ეს ეტაპი ვთქვათ იგივე დასაქმების თვალსაზრისით. ხო, როგორ უნდა გამოვარჩიოთ, რა შეიძლება უთხრა აბიტურიენტს დავუშვი, რომელმაც უნდა ჩააბაროს, ხო? ერთადერთი შემიძლია ვთქვა ისა, ჩემი მოთხოვნა ვთქვი ფაქტიურად წადე, რაც შეიძლება მყარი ცოდნით მოვიდნენ, ეს აუცილებელია თავისთავად და შემდეგ ჩვენზეა დამოკიდებული, რომ იქიდან ნამდვილად პროფესიონალი დადგება. იმიტომ რომ როგორც ვთქვი, კიდე ერთხელ გავიმეორებ ამას, რომ აქ არ არის მარტო ჰუმანიტარული საგნები, ტექნოლოგიური, ტექნიკური საგნებიცაა და ამდენად უფრო რთულია ეს საკითხი, ხო? აბიტურიენტს მე ვეუბნები ის ვინც გადაწყვეტს რომ აქ მოვიდეს და ჩააბაროს რომ შეისწავლის ძალიან ბევრ საინტერესო საგანს. გაიგებს ძალიან ბევრი და კარგი ფაქტისა და შემთხვევის შესახებ და ამით გაიუმჯობესებს თავის ცოდნას, თავისი ცოდნის ჰორიზონტს, რომ სწავლების პროცესი იქნება საინტერესო, რომ პროფესია არის ძალიან საინტერესო. მხოლოდ მარტო სურვილი, როგორც თქვი, თავისთავად ამ საქმისათვის არ კმარა. ესე იგი დასაქმების კუთხით ხო, დასაქმების კუთხით ახლა ბატონ დავითმა აღნიშნა და ეს არ არის შემთხვევითი აქ ჩვენი მიმართულება, რესტავრაციის მიმართულება, იგივე ხატწერის მიმართულებაც არის. როდესაც პრაქტიკებს გადიან ტაძრებზე, აი ბევრია უკვე ჩვენი კურსდამთავრებული, რომელიც ჩვეულებრივად ხატავს ტაძარს, მუშაობენ სხვადასხვა რეგიონში, მუშაობენ რესტავრაციაზე.
მე ვთქვი დიდი მემკვიდრეობის შესახებ. ეს ძალიან დიდი მემკვიდრეობაა. ჩვენ არ გვყავს ეს სპეციალისტები. პირიქით, სპეციალისტების საშინელი ნაკლებობაა ამ დროს ეს ეხება რესტავრატორსაც, ეს ეხება მე აქ არ ვსაუბრობ ესე იგი პროფესიონალებზე მაქვს საუბარი, თავისთავად ცხადია. ამდენად დასაქმება არ არის პრობლემა ამ შემთხვევაში, ჩემის აზრით, შეუძლია პროფესიონალიზაციის ფაქტი, რომ უკვე ბევრი სტუდენტი და კურსდამთავრებული ჰყავს აკადემიას ნამდვილად, სწავლა უფასო არის, რაც მთავარია კიდევ ერთხელ აღნიშნოთ და შესაბამისად ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მთავარი არის სტუდენტს კონდეს სურვილი, ერთადერთი რაც მოეთხოვება ის, რომ შეიძინოს ცოდნა, მეტი არაფერი. საბაზისო სკოლა, სკოლიდან და შესაბამისი უნარები. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა სტუდენტებს ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. სტუდიის სტუმრები გახდნენ გეოლოგიის დოქტორი პროფესორი ბატონი მურატ ყემალაძე და კურსდამთავრებული დავით რუხაძე.